ვარ მატრონას პაჟევი 8 წლის. სწავლობ ანდრია პირველწოდებული სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კარატე, სიმღერა და ხატვა. ყველაზე მეტად მიყვარს კარატე. შევედი კარატის წრეზე და მაქვს თეთრი ქამარი. სულ არის 10 ფერის ქამარი და მე მინდა შავი. შავი არის ყველაზე მთავარი ქამარი. კარატეზე იმიტომ შევედი, რომ ოცნებობდი მაგაზე შესვლას. ჩემი კლასელი დავდიოდა და მეც მომინდა. საჭიროებაზე ჯერ არ მივდივარ, მე იმიტომ რომ თეთრი ქამარი მაქვს და ჯერ უნდა შევისწავლო კარგად. მაგისთვის მჭირდება ყვითელი ქამარი. ქუჩაში არ მიჩხუბია, მაგრამ უსამართლობა თუ დავინახე ვიჩხუბებ. ჩემი სენსეი არის მიშა მასწავლებელი. ის არის მხიარული, ბავშვები რო აბრაზებენ არის მკაცრი და ხასიათიანი არის. ბავშვები რო აბრაზებენ იყენებს კარატის ილეთებს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ვიცი გოგონას ხატვა პეიზაჟის, ნატურმორტის, ხეების და გემების. ყველაზე რთულია პეიზაჟის დახატვა. ყველაზე ადვილია გოგონას დახატვა. მე ახლა გასწავლის გოგონას დახატვას. აი ესეთი მგვალი თავი უნდა დავხატოთ, წრე თვალები უნდა დავხატოთ და შით ორი კოპლი უნდა გავაკეთოთ თეთრი და გავაფერადოთ. ესე დავხატოთ მეორე თვალსაც. ცხვირი უნდა დავხატოთ აი ესე. მოვამგვალოთ უნდა შემოვაბრუნოთ. შემდეგ პირს ხატავთ ღიმილი და ქვევითაც ცოტა ღიმილი. ხოლო ლამაზი გოგო დავხატე. ეს ლამაზი გოგო ვარ მე. ჯერ ნახატები არ გამიმყიდია და მინდა გავყიდო. თვითონ ნახატი აღირება 1 ლარი, 2 ლარი, 3 ლარი. მე ფული როცა მაქვს მეტი ხოლმე ჩემ დაიკოს ვისყიდულობ სათამაშოს და ჩემთვის წიგნს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. მე ერთხელ შევაგროვე 100 ლარი. როგორ და ისა თითო დღეს ვაგდებდი ფულს ყულაბაში და ისე ამიგროვდა ფული. მე ამ ფულით ვიყიდე ტკბილეულობა. ჩემი საყვარელი ტკბილეულია სკიტელსი. რომ გავიზრდები ხელფასი მექნება 15,000 ლარი. მე მინდა გამოვიდე მსახიობი. ერთხელ ბებიამ წამიყვანა თეატრში და იქ რომ თამაშობდნენ მსახიობები მეც მომინდა. ჩემი საყვარელი მულტფილმია მოანა. მინდა ვიყო მოანა და ისედაც გავალ და ყველა მიძახის. ბავშვობაში მინდოდა გავასულიყავი მხატვარი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებში გამოვფინო. ჩემი საყვარელი მხატვარია ნიკო ფიროსმანი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები მყავს და მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ათანასია თურმანიძე. ყველაზე ჭკვიანია ეგნატე მურცხვალაძე. ყველაზე ბედნიერია სერგი ბაზიაშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ნიჭიერი და მეგობრული. მეგობრობა არის, რომ ვინმესთან მეგობრობ. მე ახლა მყავს 13 მეგობარი და მინდა მყავდეს 20. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია თეონა ლორდქიფანიძე. იმიტომ რომ კარგად გვიხსნის გაკვეთილებს, გვეხუტება და მშვიდია. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ჩემი ბაღელები მომენატრა. მე ძალიან მიყვარს ცეკვა და სიმღერა. ჩემი საყვარელი სიმღერაა Sigma Boy. Sigma, Sigma Boy, Sigma Boy, Sigma Boy. Gastaya dziewczonka chodzi танцевать с тобой. Sigma, Sigma Boy, Sigma Boy, Sigma Boy. Я такая, что ты пиваться будешь год. მე ვიცი ჩინური, ინგლისური და რუსული ენები. კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული ენა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბაკურიანში და ჩინეთში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემთვის გავაჩენდი ძაღლს. დედიკოს არ უნდა და მამიკოს უნდა და არ ვიცი რა შეიძლება ამ ამბობს. მე მყავს ერთი დაიკო, არის 6 წლის და ქვია ტაისია. ის არის ლამაზი, პრანჭია და ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ნერვებს მაშინ მიშლის, როცა ვთამაშობთ. მე რასაც ვთამაშობ, მან და მაინც ის სათამაშო უნდა. ჩემი აზრით ტაისია რო გაიზრდება, გამოვა ბალერინა. ყვავილებიდან მე მგავარ იასი, იმიტომ რომ ჩემსავით ლამაზია და საყვარელი.
წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. მატრონა რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე მატრონადან ვარქვა დედიკომ და მომწევს ეს სახელი. მაგრამ მატრონა რო არ მერქვას მერქმეოდა ანასტასია. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ორსართულიანი კერძო სახლი. ბედნიერება არის, როცა მზეა და მონათებს სახეზე. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.